უკვე მეოთხე დღეა, რაც მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს აკრძალებს. სამუშაო ჯგუფები დღის განმავლობაში მოსახლეობას 8 სოფელში შეხვდნენ, სადაც განიხილეს ინფრასტრუქტურული საჭიროებები და პრიორიტეტული პროექტები. დამიაგიურ ერხში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება მაღალი იყო, რასაც შეხვედრის განმავლობაში განხილული საკითხების მრავალფეროვნება ადასტურებს. სოფლის მცხოვრებლებმა წამოჭრეს რამდენიმე საკითხი, საბოლოოდ კი სასაფლაოს შემოღობა და რამდენიმე გზის მოხრეშვა გადაწყდა. სოფლის მხარდაჭერის პროექტი მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ჩვენთვის. დღეს სოფელ დამეგორარში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილეთ ის საჭიროებები, რაც არსებობს აღნიშნულ სოფელში. შერჩეული იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც მოგვარდება სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში. მე მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი პროექტები ხელს უწყობს იმისთვის, რომ უფრო მეტი მოქალაქე იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ქვემო ქართლის რეგიონში აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. 7 მუნიციპალიტეტში თითოეულ სოფელს გამოყოფილი აქვს თავისი ბიუჯეტი, ჩამური ღირებულება არის 4 მილიონ ლარზე მეტი. ძალიან კარგი პროგრამაა იმისთვის, რომ მოსახლეობა მაირჩიოს მათთვის საჭირო პროექტი, რომლის განხორციელებასაც უკვე დაახსრულებას მუნიციპალიტეტი მოიყვანს სისრულეში. დღეს ჩვენ გვქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საჭირო პროექტები, რომელსაც მოსახლეობამ ხარი დაუჭირა და რომლის განხორციელებაც რამოდენიმე დღეში დაიწყება. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო. მინდა აღნიშნო, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მიერ არჩეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილია ცენტრალური ბიუჯეტიდან 1.222.000 ლარი და ამ შეხვედრებისთვის შექმნილია 3 სამუშაო ჯგუფი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 21 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ პროცესის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რომლებიც მათი საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსდება. წელს აღნიშნული პროგრამისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯამში 2.700.000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა საჭირო პროექტს მოხმარდება.